ვაგრძელებთ საუბრებს მოვლენის ანალიზთან დაკავშირებით, წინა ვიდეო ჩავწერეთ ანალოგთან მიმართებაში, შემდეგ უარყოფით დადებითი შეიძლება ყოფილიყო, დღეს უარყოფით კონტექსტზე ვისაუბრებთ, როგორც დადებითის შემთხვევაში უარყოფითის შემთხვევაში წამოვიდივართ საკითხი შინაარსიდან გამომდინარე. თეზისი არის ესეთი, სამოქალაქო ინგლისში მე-17 საუკუნეში, თუ თეზისი ესე არის, სადაც არ ჩანს, სამოქალაქო ომის დასაწყისია საუბარი, ჩვენ შეგვიძლია იმ დასაწყისიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ როგორც დადებითზე, ასე უარყოფითზე. საკითხი რას გვაძლევს, რომ სამოქალაქო ომი არის დაპირისპირება მონარქსა და პარლამენტს შორის, ხო, ღერძი ეს არის. შესაბამისად, თუ გქონდა დადებითში, რომ მეფის გარდა, სახელმწიფოს გარდა ვის იქნებოდა უარყოფითი, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ნებისმიერი მონარქიული სახელმწიფო, იმიტომ რომ მონარქიას თუ პარლამენტი გაიმარჯვებს, საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, ევროპული სახელმწიფოებიდან, ინგლისთან ახლოს მყოფი სახელმწიფოებიდან ყველაზე ესეთი კარგი პასუხი იქნებოდა საფრანგეთი, რომელიც შეგახსენებთ ამ პერიოდში საფრანგეთი აბსოლუტიზმის ბილიკებს მიუყვება, გზაზე დგას და თუ ეს პრეცედენტი, სადაც მონარქიას საფრთხე დაემუქრება და მეფე შეიძლება დამარცხდეს, ეს აღნიშნული პრეცედენტი უარყოფით შედეგის მომტანი იქნებოდა საფრანგეთისთვის და ფრანგული აბსოლუტიზმისთვის, ფრანგი მონარქიისთვის, ფრანგული მონარქიისთვის.